რიცხვითი მონაცემები, პიქტოგრამა და დიაგრამა. ამა თუ იმ მოვლენის შესასწავლად და სწორი დასკვნის მისაღებად საჭიროა დავაკვირდეთ ამ მოვლენას და მოვიპოვოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია, მონაცემები. შემდეგ კი ამ მონაცემების სწორად გააზრებისა და გადამუშავების შედეგად შეუძლებს სწორი დასკვნის გამოტანას. მონაცემების მოპოვება სხვადასხვა ხერხით არის შესაძლებელი. გამოკითხვით, დაკვირვებით, გაზომვით, ცდის ჩატარებით და ასე შემდეგ. მონაცემები შეიძლება გამოსახოთ ცხრილის, პიქტოგრამის და დიაგრამის საშუალებით. ანიმ თანაკლასელების გამოკითხვის შედეგად ასეთი დასკვნები მიიღო. თანაკლასელებიდან 9 მოსწავლე დადის სპორტზე, 12 მუსიკაზე, 3 კი სპორტზეც და მუსიკაზეც. ანიმ ეს მონაცემები ასე გამოსახა. ამ ცხრილს პიქტოგრამა ეწოდება. პიქტოგრამა მონაცემებს სურათების ან სიმბოლოების საშუალებით წარმოადგენს. რამდენ მოსწავლეს გამოსახავს ანის მიერ შედგენილ ცხრილში ერთი ვარსკვლავი. რადგან სპორტზე დადის 9 მოსწავლე, 9 უნდა გავყოთ ვარსკვლავების რაოდენობაზე, ანუ 3-ზე. მივიღეთ 3. მივიღეთ, რომ ერთი ვარსკვლავი გამოსახავს 3 მოსწავლეს. შევამოწმოთ დანარჩენი მონაცემებიც. მუსიკაზე დადის 12 მოსწავლე, 12 უნდა გავყოთ 4-ზე, მივიღეთ 3. სპორტზეც და მუსიკაზეც დადის 3 მოსწავლე, 3 უნდა გავყოთ 1-ზე და მივიღეთ 3. ესე იგი, ერთი ვარსკვლავი გამოსახავს 3 მოსწავლეს. განვიხილოთ სვეტოვანი დიაგრამა. სვეტოვანი დიაგრამა ვერტიკალური სვეტების საშუალებით წარმოადგენს მონაცემებს. სვეტოვან დიაგრამას იყენებენ მონაცემების შესადარებლად. დიაგრამის დახმარებით გავიგოთ თითოეულ კლასში და პირველ მეხუთე კლასებში რამდენი მოსწავლეა. შევავსოთ ცხრილი. დიაგრამა გვიჩვენებს კლასებში მოსწავლეთა რაოდენობას. ცხრილი კი შედგება ორი სვეტისაგან. პირველ სვეტში წერია კლასები, ხოლო მეორეში მოსწავლეთა რაოდენობა. იმისათვის, რომ შევავსოთ ცხრილი, დავაკვირდეთ დიაგრამას. დიაგრამაზე მითითებულია, რომ ერთი უჯრის სიმაღლე ნიშნავს 5 მოსწავლეს. დავითვალოთ კლასებში უჯრების რაოდენობა. პირველ კლასში არის 5 უჯრა. ესე იგი, პირველ კლასში სწავლობს 5x5, ანუ 25 მოსწავლე. მეორე კლასში 7 უჯრა. მეორე კლასში სწავლობს 7x5, ანუ 35 მოსწავლე. მესამე კლასში 6 უჯრა, სწავლობს 30 მოსწავლე. მეოთხე კლასში 8 უჯრა, ესე იგი მეოთხე კლასში სწავლობს 8x5, ანუ 40 მოსწავლე. მეხუთე კლასში არის 6 უჯრა, აქ სწავლობს 30 მოსწავლე. სულ პირველ მეხუთე კლასებში სწავლობს 160 მოსწავლე. ანუ შევკრიბეთ თითოეულ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა. როგორ ავაგოთ დიაგრამა მოცემული მონაცემებით? იმისათვის, რომ ავაგოთ დიაგრამა, შევდივართ დიაგრამებში და ცხრილში ჩავწერთ მონაცემებს. წითელი, პარდი 10 ცალი, ყვითელი 15, ვარდისფერი
30 და ნარინჯისფერი 20. როგორც ხედავთ, მონაცემების ჩაწერის პარალელურად გამოისახება დიაგრამა. ჩვენ შეგვიძლია ვარდის ფერების მიხედვით გავაფერადოთ დიაგრამის სვეტები, მაგალითად წითელი, ყვითელი, ვარდისფერი და ნარინჯისფერი. მარის აქვს საცხობი. მან დიაგრამით გამოსახა ერთ კვირაში გაყიდული ნამცხრების რაოდენობა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს. რომელ დღეს გაიყიდა ყველაზე მეტი ნამცხვარი? ყველაზე მეტი ნამცხვარი გაიყიდა შაბათს. რომელ დღეს გაიყიდა ყველაზე ნაკლები ნამცხვარი? ყველაზე ნაკლები ნამცხვარი გაიყიდა კვირას. რამდენი ნამცხვარი გაიყიდა სამშაბათს და ხუთშაბათს ერთად? 5 მივუმატოთ 8 ტოლია 13-ის. რამდენი ნამცხვარი გაიყიდა კვირის განმავლობაში? კვირის განმავლობაში გაიყიდა 60 ნამცხვარი.